მძღვანელა მხოლოდ და მხოლოდ ხალხის უმრავლესობით და არჩია სამწუხაროდ ყოფილიყო დაცულ მხარეს. მას ჰქონდა საკმარისზე მეტი მტკიცებულება იმისათვის, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოეტანა 5-დან 1 ეპიზოდზე მაინც. ამავე მოსამართლის გადაწყვეტილებებში ობიექტური ფაქტებია. თქვენ წაიკითხავთ ისეთ შეფასებებს, რომლებშიც ნახავთ, რომ თავად დაზარალებული ჩვენებებიც კი არ დევს. პრაქტიკულად მინიმალურია მტკიცებულებები, რომელზეც აი ამ მოსამართლეს გამამტყუნებელი განაჩენები აქვს გამოტანილი და ადამიანები საპატიმრო სასჯელს იხდიან დღესაც. ანუ რისი თქმა მინდა იცით, რომ მოსამართლის მთავარი პრობლემა გუშინ ის კი არ იყო, რომ მან არ იცოდა მტკიცებულებები რო იყო საქმეში, ან არ შეეძლო მისი შეფასება ობიექტურად, იმიტომ რომ მისი წინა გადაწყვეტილებები ამ უნარზე მიუთითებს, არამედ მისი მთავარი პრობლემა არის, რომ მას შეეშინდა ხალხის კრიტიკის და რეალურად თავი ჩაიყენა, როგორ გითხრათ, ადვოკატების მხარეს, დაცვის მხარეს, უფრო ვიდრე ნეიტრალური მსაჯულის მხარეს. ძალიან დიდი მადლობელი ვარ ჩვენ მოსამართლის, რომ ეს ყველაფერი საჯაროდ გააკეთა, იმიტომ რომ დამერწმუნეთ, ამაზე დიდ დახმარებას ვერავინ გაგვიწევდა, იმიტომ რომ ჩვენ პრაქტიკულად აღარ მოგვიწევს მტკიცება იმისა, როგორი მიკერძოებული იყო მოსამართლე. ძალიან მწუხვარ ამას რომ ვამბობ, მაგრამ მოსამართლემ გუშინ საკუთარ თავთან საქართველოს სახელით გამოაცხადა მიკერძოებული გადაწყვეტილება და ამაზე აუცილებლად გასცემენ პასუხს შემდგომი ინსტანციები, იმიტომ რომ ეს არის კლასიკური შეცდომები. ამაზე წიგნებში წერია და ვინც ზოგადად სამართალთან შეხება აქვს და განსაკუთრებით ოჯახში ძალადობის სამართალთან, ყველასთვის ცხადია რა შეეშალა გუშინ მოსამართლეს. არის კიდე რამოდენიმე ადამიანი, ვისაც სტომა ჯერ ვერ ხერხდება.